გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ერთი-ორი კვირის წინ ჩემს კომუნიტში დავდე პოსტი, სადაც უნდა დაგეწერათ კითხვები. და თქვენს დაწერილ კითხვებზე უპასუხებდი მე ვიდეოში. 600-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. ახლა მე წავიკითხავ და ვეცდები უმეტესობას უპასუხო. ამბავ დროს რაღაც ბევრი სპონსორი მყავს და. ახლა ვფიქრობ, რომ ნამეტანი ხო არ მომდის. კარგი, დავიწყოთ, თქვენ დაალაიქეთ, მე წავიკითხავ კომენტარებს და სპონსორობებზე თუ ბევრი მომივიდა, მართლა მე ბოლოს ვიხდები მაგას და შემდეგ ვიდეოებში სხვანაირად ვიზამ. მართლა 160 IQ ფაქ? არა, სიამდვილეში ჩემი IQ ბევრად უფრო მაღალია, მაგრამ თავდავალი ადამიანი ვარ და 160-ით შემოვიფარგლები ხოლმე. რა მოხდება თუ მეტეორი დედამიწას ერთი მხრიდან გაეცაცუნება? გაეცაცუნება კარგია. თქვენ იცით რომ დედამიწას აქვს ფარი, ძალიან ძლიერი ფარი, რის გამოც მეტეორები არ ვარდება დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, ეს არის დედამიწა. დედამიწა ესე ტრიალებს ძალიან ჩქარა. როცა დედამიწას მეტეორი ეცემა, ეს მეტეორი ესე პირდაპირ კი აეცემა. ეს მეტეორი დედამიწასთან ერთად ესე იწყებს ბრუნვას და ესე ნელ-ნელა უახლოვდება. და იმდენი ხანი უახლოვდება, რომ ბოლოს იწვება და დედამიწაზე ვარდება ფერფლი. და ეს მეტეორის ნატეხები და რაღაცეები, რაც არის დედამიწაზე, არის ყველა გადამწვარი, გამომწვარი, გამოფიტული ფერფლივით, რომელიც დედამიწას ვერანაირ ზიანს ვერ აყენებს. და ესეთი ფარი აქვს ჩვენს დედამიწას. და თუ ვინმე მეტყვით იმას, რომ ალბათ დინოზავრები როგორ გადააშენა მეტეორმაო, მაშინ მე გეტყვით, რომ ალბათ ის მეტეორი ძალიან დიდი იყო და გაჩნია რამხელა იქნება ეს მეტეორი. თუ რაღაცა კრიტიკული ზომის მიღმა, მაშინ იქნება საშიში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დედამიწის ფარი დაძვავს, ასე ვთქვათ. და კიდე არის ძალიან საინტერესო ტერმინი გაეცაცუნებაზე, რაც მახსენდება კოსმოსში. კოსმოსში არსებობს ესეთი ტერმინი, რასაც ქვია სიჩქარის აკრევა სერფინგის მეთოდით. სერფინგი ხო იცით ესე? კოსმოსური სერფინგი როგორია, ნახეთ? ყველა ციურ ობიექტს ხო გააჩნია თავისი მიზიდულობა. და ასევე კოსმოსში არსებობს წინაღობა. მაგალითად, ესე რაღაცას ინერციით თუ გააგდებთ 10 კმ/სთ სიჩქარით, ეს 10 კმ/სთ სიჩქარით იulis სულ გაუჩერებლად სანამ რამეს არ დაეტაგება. თუ კიდე რაღაცა ცოტა მიაწეკით და 20 კმ/სთ სიჩქარამდე გაუშვით, მერე 20 კმ/სთ სიჩქარით იulis. რადგან წინაღობა არ არსებობს კოსმოსში. ახლა ნახეთ სერფინგი როგორია. მაგალითად, ეს რაღაცა გაუშვით 10 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა, დიდხანს შემდეგ ცოტა კიდე მიაწეკით და 20 კმ/სთ-ით გაუშვით და ესე მიდის და მიდის. ეხლა ნახეთ, წარმოვიდგინოთ ეს დანკენის ჭიქა არის პლანეტა. ამ პლანეტას ხო ექნება თავის მიზიდულობა. და ეს 20 კმ/სთ-ით ესე თუ მოდიოდა ჩვენი გაშვებული რაღაც, დანკინთან როგორც პლანეტასთან თუ მოვიდა, თუ მოუახლოვდა, დანკინის მიზიდულობა ამ რაღაცას ააჩქარებს წინავე მიმართულებით. და რომ ააჩქარებს, ისე ახლოსაც არ უნდა მივიდეს, რომ აი როგორც დედამიწის ტრიალში მოექცევა კომეტები და ჩაიწვება და დაეცემა ბოლოს. ეგრე ახლოს არ უნდა მივიდეს, უნდა ჩავაროს ახლოს ესე სერფინგივით. მივიდეს სიჩქარე მოიმატოს და მერე ესე გააგრძელოს გზა. დანკინთან ჩავლა მანუ ესე სერფინგივით ასხლედა რა სიჩქარეს მოუმატა 20 კმ/სთ-ით წამოსულ ამ რაღაცას პლუს ეს სიჩქარის დაემატება. დანკინის შემდეგ ესეთი რაღაცა დახვდეს კიდე სხვა პლანეტა ან ვარსკვლავი ან ამე ეგეთი და შემდეგ იგივე რაღაცა იმაზე გააკეთოს. და ესე ციურ ობიექტებთან ახლოს ჩავლის შემდეგ მოძრავ რაღაცებს შეუძლიათ ეს სიჩქარის ამატება და ამატება. გაცაცუნება. ანუ გაცაცუნებით იმატებენ სიჩქარეს თუ არ ჩავარდნენ მთლიანად პლანეტაში. დეტალურად რომ აუხსნა ადამიანებს თუ რა მნიშვნელოვანია წყალმცენარეების ჟანგბადის გამოყოფაში. აუხსნათ? კარგი, ეს ძალიან საინტერესო თემა. ნახეთ, სკოლაში რომ გვასწავლიან, რომ ხეები არ უნდა მოუჭრათ, ან ხეები ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწის ჟანგბადისთვის, იმიტომ რომ ხეები აკეთებენ ფოტოსინთეზის პროცესს, რადგან ხეები ფოთლები ფოტოსინთეზის პროცესს აკეთებენ და ჟანგბადის გამოყოფენ და ჟანგბადის შემდეგ ჩვენ გვჭირდება რომ ვისუნთქოთ. იმას არ გულისხმობ, რომ ხეები უნდა მოუჭრათ, ხეები ძალიან საყვარლები და მაგარი ტიპები არიან, მაგრამ ჟანგბადის არსებობაში დიდი წვლილი არ შეაქვს და მაგას არასწორად ვსწავლობთ საერთოდ. თუ სწორად მახსოვს პროცენტები, ნახეთ, დედამიწაზე რა ჟანგბადიც არის, მაგის 93%-ს აწარმოებს წყალმცენარეები. ანუ წყალქვეშ იწარმოება. ზემოთ რაც არის ყველაფერი, ხეები, ბალახები, მწვანე საერთოდ რაც არის მცენარეული, ეს ყველაფერი არის სულ 7%. ამ 7%-ში კიდე უდიდესი წილი მოდის ძირითადად ბალახებს. ხეებს მთლიან დედამიწაზე ყველა ხეს ერთად ძალიან ცოტა პროცენტი შეაქვს ჟანგბადის არსებობაში და წარმოებაში. ის ფაქტიც ალბათ გაგიგიათ, რომ ამაზონის ჯუნგლები არის დედამიწის ფილტვები, იმიტომ რომ იქ წარმოიქმნება სულ ჟანგბადი, მაგრამ ასე არ არის. იმ 7%-ის 40% მოდის ამაზონის ჯუნგლებზე სულ. და ამ პროცენტებს და ამ მასშტაბებს კარგად თუ გაიაზრებთ, ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ ხის მოჭრაზე უფრო ცუდი ჟანგბადისთვის არის თევზაობა. რადგან წყალმცენარეები თუ ჟანგბადის წარმოქმნაში 93% წვლილი შედიან, მაშინ წყალმცენარეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ხო? და წყალმცენარეებს არ შეუძლიათ გამრავლება თუ თევზები არ არის. თუ წყალში თევზები არ არის, წყალმცენარეები ვერ მრავლდებიან. შესაბამისად, ერთი თევზი უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ერთი ხე, ესე უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომ მეთევზე შეიძლება უფრო აზიანებდეს შანგვაც, ვიდრე ხის მჭრელი. გაშნი ამდენს თევზავს და რამდენს ჭრის, მაგრამ ესე საინტერესოა შესაძლებლად. საყვარელი იუთუბერი, რომელი იუთუბერთან ერთად იცხოვრებდი? სულ მე ძალიან მეუყვარს იუთუბერები და ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ცხოვრება მე მგონი ზედმეტია. როგორ მოიფიქრე სახელი ხიტა? ხიტა ბაბუაშემს ერქვა და შემდეგ მეც დამარქვის. ეს რაც ხუნოვების ხასიათზე ვარ. ხიტა როგორ გონია უდესმე ისე განვითარდებით, რომ სხვა galaktikაში შეძლოთ გადასვლა. ეცით რა, თუ კაცობრიობამ თავი არ გავინადგურეთ, აუცილებლად განვითარდება ის ამბავი, რომ მარტო დედამიწაზე აღარ ვიქნებით და სხვაგანაც გადავალთ საცხოვრებლად. ჩვენი galaktika ჯერ ძალიან დიდია. სხვა galaktikაში თუ გადავალთო საერთოდ ამ სხვა პლანეტაზე კი არა. მოდი ასე ვთქვათ. ჩვენი კაცობრიობა არის დაახლოებით 100 წლის სულ რაღაც ტექნოლოგიურად. რაც ტექნოლოგია გაგვაჩნია 100 წელია მაშინდე გასული. და გვაქვს სასჩინლად დიდი ზრდა გეომეტრიული პროგრესით ვიზრდებით და ყოველ 10 წელიწადში იმდენი რაღაც ხდება ახალი გამოგონება და რამე, რომ ეს ასე თუ გაგრძელდა და თან კიდევ უფრო დიდი ტემპით იზრდება, რაც უფრო დიდი ტემპი გაქვს. საბოლოო ჯამში ერთადერთი პასუხია ამაზე, რომ თუ თავი არ გავინადგურეთ, მაშინ აუცილებლად ავითვისებთ მთელ galaktikas და შემდეგ სხვა galaktikashიც გადავალთ. მაგრამ ეს ნიუანსი, რომ თუ თავი არ გავინადგურეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. რადგან აი ვიდეო რო გადავიღე მაცივრის გამოგონება რომ კიდე ამ ყველა ადამიანი და მთლიანად სიცოცხლე მოსპო დედამიწაზე მაცივრის გამოგონება რომ მაგხელა საფრთხე შეუქმნა დედამიწას და სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე იმდენ რაღაცას ვიგონებთ კიდე რომ ისინი კიდე რას უქმნიან კაცმარეთის რა არის ის რაც არ გაჩერებს საქართველოს ბანკი გვეკითხება რა არ მაჩერებს საქართველოს ბანკი არის ჩემი არხის ახალი სპონსორი ჩემი არხის მთავარი პარტნიორი რაც არ მაჩერებს არის ჟინი მაგარი ჟინიანი ვარ ჟინი მაგარი სიტუაცია რაც ქართულ ენაში გვაქვს და ზუსტად ასახავს იმას თუ როგორ აღწევენ წარმატებული ადამიანები წარმატებას სხვადასხვა ადამიანში ჟინი სხვადასხვანაირად გამოიხატება და ალბათ თუ ხვდებით რომ ჟინი გამოძრავებთ რაღაცის გაკეთების მაგას უნდა გაუფრთხილდეთ მოუვაროთ და ჟინი აუცილებლად გამარჯვებამდე მიგიყვათ ხელი უნდა შეუწყოთ თან კიდე ადრე გავიგე ეგეთი გამოთქმა რომ თუ რაღაცა ისეთ აკეთებ რაზე ფიქრიც გაღვიძებს ესე იგი სწორ რაღაცას აკეთებ და მე ძალიან ხშირად მეღვიძებოდა ხოლმე სულ ახალი ვიდეოს იდეებით ან შეიძლება უცებ წამოხტარიყავი საწოლიდან და რაღაცის ინფორმაციის მოძიება დახვეწა ან შეკრება ან edit-ი ან მსგავსი დამეწყო ან იდეით გაღვიძებოდა და შემდეგ ეს ჩამენიშნა რომ შემდეგ მე ვარ დღით რომ დავიწყებდი ვიდეოს გადაღებას ეგ რაღაცა გამომეყენებინა და მოკლედ ჟინი აღწევს ასევე გეტყვით რომ საქართველოს ბანკის YouTube არხზე იწყება პროექტი კრეატორი სადაც ერთ-ერთი ჟიური ვარ მე და კიდევ ორი ჟიურია სააჭო კაცი და კაკა 5000 გამომწერამდე იუთუბერები აგზავნიან თავიანთ განაცხადს ამ პროექტში მონაწილეობაზე ბოლოს 8 ადამიანი შეირჩევა და ეს 8 ადამიანი მიიღებს 6 თვიან პროექტში მონაწილეობას სადაც ბოლოს აპრიზო იქნება 20000 ლარი ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენი ქართული YouTube community-ისთვის ადამიანების რაოდენობის ბოლოდროინდელი ჰიპერაქტიული ზრდა დედამიწას ამძიმებს არ ამძიმებს და საერთოდაც რომ იცოდეთ დედამიწა არის ძალიან დაუსახლებელი კი 8 მილიარდი ადამიანი და მთელი ამბავი მაგრამ 8 მილიარდი ადამიანი ძალიან ცოტაა გამოგინეთ 8 მილიარდი ადამიანი რო დაწვეს გვერდ ხოლო ნიუ-იორკში ეტევა იმდენად ცოტა გაზვიადებულად რომ თქვა დედამიწა ფაქტობრივად დაუსახლებელია და სხვათა შორის საქართველოს ეგრე დაუსახლებელია 3 მილიონი ადამიანი ახლა რო ცხოვრობს საქართველოში ჩვენ ხელა ტერიტორიაზე 3 მილიონი არის ძალიან ცოტა ძალიან ჩვეულებრივად იცხოვრებდა მინიმუმ 20 მილიონი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად წარმოგიდგენთ ქვეყნის ნახევარი მილიონ ნახევარი ადამიანი ცხოვრობს ერთ ქალაქში ქალაქიდან რომ გახვალთ რეგიონში ასადმე და ეს მთები და უამრავი რაღაც ჰორიზონტები სულ დაუსახლებელია მაგას აქვს დასახლების საშუალება ყველას და 20 მილიონი რომ იყო ქართველები იცით რა მაგარი იქნებოდა მართლა ყველაფერში ტოპები ვიქნებოდით ალბათ მაგრამ გაასწორებ და 20 მილიონი რომ იყოთ. ახლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროთ რომ 3 მილიონ ადამიანზე ამდენი საცობებია და საჭმელი ცოტაა და რამე, მაგრამ თუ სწორად დაამენეჯმენტებ, სოფლიოში არსებობს ქალაქები, სადაც ეს ქალაქში ცხოვრობს 20 მილიონი ადამიანი და იქ არ არის საცობები. და საკვებსაც შეეხება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები, საკვების მოსაყვანი ტერიტორია მცირდება და იზრდება საკვების ხარისხი და მოსავლიანობა. ანუ რაც უფრო დიდი დრო გადის, 1 ჰექტარ მიწაზე ბევრად მეტი მოსავალი მოდის. ეხლა კიდე იმას თუ გააკრიტიკებთ, რომ ეგ მე რაღაცა სპეციალური ქიმიური რაღაცებითა აქამდე აღარ შემოვალ მსჯელობაში და თუ კარგად გააკეთებ, შეიძლება ხარისხიც დაიჭირო და რაღაცა მავნებელი რაღაცებით არ დავუმატო ალბათ. ლოგიკურად ასე უნდა იყოს. შენი აზრით რა არის ბედნიერების საიდუმლო? ბედნიერების საიდუმლო არის ალბათ სიყვარული. ვიღაცის სიყვარული არა, ყოველმხრივი სიყვარული.
თუ გიყვარს ყველაფერი. ცხოვრება ფოთოლიმზე, დედამიწა, ადამიანი, ყველა ადამიანი, ცხოველი, აი როცა მაგას ახერხებ რომ ყველაფერი გიყვარს, რაც კი არსებობს. ალბათ მაშინ შედიხარ ამ ბედნიერების სიტუაციაში. ბედნიერება არ არის ალბათ ის, რისკენაც უნდა ეწრაფოდეს ყველა ადამიანი. რატომ გადაწყდა რომ სუპერმენს წითელი ტრუსი შარლის ზემოდან უნდა სწმოდა? მაგარი გადასვლა. იცით რა, სუპერმენის ეგეთი ტრუსი შარლის ზემოდან რომაც ახლა კი არის უცნაური, მაგრამ სუპერმენი როცა შექმნის, მაშინ ხო კიდე ქმნიდნენ ბევრ სუპერგმირებს და მაშინ იყო ეგ მოდაში. და სუპერმენი ერთადერთი კი არ არის, ძალიან ბევრი სუპერგმირია ისეთი, რომელსაც ტრუსები ზემოდან აწვია. და ასე ვთქვათ, მოდაში იყო. შემდეგ ეგ მოდიდან რომ გადავიდა, ისეთი სუპერგმირები შექმნეს უკვე მერე როცა ტრუსი შარლის ზემოდან აღარ იყო აუცილებელი. ამიტომ იმ ძველ სუპერგმირებს ზოგს ეგ შემორჩა იმ დროინდელი მოდის გამო. რა ერქვა პირველ ძაღლს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა? არ მახსოვს რა ერქვა პირველ ძაღლს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მახსოვდა ადრე. ეს კითხვა იცი რატო არის საინტერესო? თუ ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინებოდა რამდენიმე ათწლეულის წინ, ან თუნდაც მოდი ვთქვათ 20 წლის წინ, ეს შენს ჭკვიანობაზე და ახალგონიერებაზე და სიბრძნეზე და განათლებულობაზე და ყველაფერი ეგეცე მეტყველებდა. იმიტომ რომ ასეთ ინფორმაციებს თუ არ დაიმახსოვრებდი, არ იყო იმის საშუალება რომ უცებ მოგეპოვებინა, ხო? ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ ტექნოლოგიაც ითვლებოდა ქალაქში არსებულ ბიბლიოთეკაში წასვლა და იქ რაღაცეების ენციკლოპედიაში მოძებნა და დიდარ ოჯახებს ეს ენციკლოპედიები სახლში ჰქონდა და ეგ ძალიან დიდი ის იყო ფლექსი. სამაყო ამბავი იყო რომ აი ამ ოჯახს თუ ენციკლოპედია აქვს სახლში, ესე იგი ძლიერი ოჯახია თუ რაღაც. შემდეგ Google რომ გაჩნდა, აი ესეთ დამახსოვრებად ინფორმაციებს ფასი დაეკარგა და ახლა საერთოდ ChatGPT რომ არის და ეს ხელოვნური ინტელექტები თან მობილურში არის, მობილური ყველასთან გვაქვს ინფორმაცია რომელიც ერთ წამში დაგუგლადია, ეგეთ ინფორმაციის დამახსოვრება აღარ გააჩნია ფასი და ეგ არც განათლებულობას ნიშნავს, არც გამჭრიახობას და არაფერს. იმიტომ რომ აი აგერ შევალე ხა ნებისმიერი კითხვა რომელიც არ უნდა დამისვათ მსგავსი ტიპის ერთ წამში მეწოდინება. ნებისმიერი კითხვა. წარმოიდგინეთ, ნებისმიერი კითხვა. პირველ ძაღლი რომელიც ეს არის ლაიკა. ხო და ამიტომ ანუ თქვენი გონება ისე წარმართით, დამახსოვრებადი ცოდნები კი არ აღიქვათ განათლებად, არამედ პირიქით. ჩათვალეთ ეს ყველა ინფორმაცია დამახსოვრებულია ისე რაც უბრალოდ მობილურშია, მთელი დედამიწის ინფორმაცია და ეხა თქვენ უნდა იყოს ჭკვიანები და ესენი ყველაფერი რაციონალურად გამოიყენოთ. აი მანდ არის ნამდვილი აზროვნება. მეგობრებო, რამდენიმე დღეში არის მერაბ დვალიშვილის ქამრის დაცვა და ყველამ უგულ შემატკივრეთ წარმატებები უსურვოთ. ჩვენი სამაყო ადამიანია და მაგარი კაცია, ყველაფერს თავის შრომით მიაღწია. სპორტის ისეთი გოუთი და ლეგენდაა და რაც უფრო ბევრი წელი გავა. მერაბ დვალიშვილის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო აიწევს. დამიჯერეთ რომ ასე იქნება. და რამდენად მაგარი ტიპია, ეგ კიდე კარგად არ არის, ასე ვთქვათ, ხალხში გაცნობიერებული. ეხლა რამდენიმე დღეში ჭკულობს და უგულ შემატკივრეთ. სეტანდაზე იქნება ჭკუები. ჩემ პრომოკოდი გამოიყენეთ თუ უნდა იყიდოთ subscription-ი. სეტანდაზე შეგიძლიათ უყუროთ აპლიკაციაში. აპლიკაცია ძალიან დაიხვეწა და ძალიან კომფორტული და მაგარია. ჩემ პრომოკოდზე 30%-იანი ფაზა კლევა იქნებათ. სეტანდას მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც კომპანიას, YouTuber-ებთან მიმართებაშიც და პლუს ასევე იმის გამო თუ რამდენად გვერდში უდგანან ქართულ სპორტსმენებს. ეს ყველაფერი მე შიდა ინფორმაციებიდან ვიცი და მე ალბათ ხოდეს მე მოყვება მათ სიკეთეებს. ამიტომ დიდი რესპექტი და პატივისცემა. Atlas ჩამერიცხავ, გთხოვ, please. ეს წინა Q&A-ის ვიდეოში ვიღაცა შაურიცხე 5 ლარი და ეხლა კიდე კარგი ჩაგერიცხავ, ოღონდ კიდე შემდეგ Q&A-ში აღარ დამიწეროთ ასეთები. ყავ ეს ვიღაცა მასალა ხელით როგორ არ უნდა უკრიბო და რაღაცნაირად რომ პირდაპირ შემიძლია დავაგებინო. მაგრამ არ მახსოვს. ციტადი გურა, ამ მომიგდო ახაც. აჰა შენათილარი. შეაფასე შენი თავი 10 ბალიანი კულები, თო. 10. მე მაგარი ვარ. რა ჯიშის ლუნა. ლუნა არის ბრიტანული მოკლებეწვიანი. ასე ვქია ოფიციალურად, თუმცა მოკლებეწვის არაფერი ეთყობა და დიდი ბეწვი აქვს. ბრიტანული მოკლებეწვიანი. ნუ ფუჩალობები აქვს. ეს ატესია ახლა, კაცი ეკუდი. ჰიტა გიყვარს თუ არა ნადირობა ან თევზაობა? არ მინადირია არასოდეს. და არც მითევზავია. ბავშვობაში მქონდა ლაკარტკა, შურდული ქვია მგონი ქართულად. ჩემი მეგობრები ჩიტებზე ნადირობდნენ ხოლმე. და მე სპეციალურად ვაცილებდი, რომ ჩიტისთვის არ გამერტყა და ცუდ მონადირედ ვითვლებოდი. მაგრამ თუ რამე უსულო საგანს ვესროდით, მაშინ სულ ვიგებდი ხოლმე. სიცილიის საგზური რომ გადმოგცეს, რატომ არ წახვედი? ოღ მერტო ჩემო ეს როგორი სირცხვილია. ვოიაჟერმა გამოცა სიცილიის საგზური და არ წავედი მართლა. იმიტომ რომ მიზარებოდა. მაგრამ ვოიაჟერი ჯიგრები არიან და ჩემ საგზურს ვადა არ გავუვიდა. და მე წავალ, რომ აღარ დამიზარება. ვიცი რომ ამაზე უკვე ილაპარაკე, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა რომ გავიგო. განაგრად არის რომ ბეთელჰეიზეიდან მაგალითად რომ გადმოიხედო 1 წლის წინანდელ დედამიწას დაინახა. ანუ აქ იმაზეა კითხვა რომ როცა დედამიწამდე სხივები მოდის სხვადასხვა galaktikებიდან და პლანეტებიდან და კოსმოსიდან და ვარსკვლავებიდან. რამდენი სინათლის წლიდანაც მოდის, იმდენი სინათლის წლის
ძველი ინფორმაცია რომ არის. რთული გასაგები არის ცოტათი კი. მაგალითად, დედამიწასა და ვარსკვლავს შორის პირობითად, რომელთანაც დაშორება არის 500 სინათლის წელი, თუ სინათლეს რომელიც იქიდან წამოვიდა დედამიწამდე მოსასვლელად სჭირდება 500 წელი, მოიტანს ინფორმაციას ჩვენამდე, ანუ ჩვენ დავინახავთ იმას, რაც იქიდან წამოვიდა 500 წლის წინ. და ის მუშაობს ასე. აი დაახლოებით, დედამიწას ახლა თუ ხედავენ 80 სინათლის წლის მოშორებით ადგილიდან, დედამიწაზე ახლა დაინახავენ მეორე მსოფლიო ომს. უფრო სიგიჟე ნახეთ რა არის. მზის ხივი რომ მეცემა, ეს მზის ხივი 8 წუთის წინ არის გამოსული მზიდან. ანუ მზიდან მზის ხივი რომ მოვიდეს დედამიწამდე, დრო არის 8 წუთი სჭირდება. და ის ინფორმაცია ხომ იცით რომ რაც უფრო უახლოვდები სინათლის სიჩქარეს, დრო მით უფრო ნელდება და თუ მიუახლოვდი ბოლომდე სინათლის სიჩქარეს, დრო ჩერდება საერთოდ. ახლა მე თქვენ გეკითხებით, თუ მზიდან რომ წამოვიდა სინათლე, აქ მოვა 8 წუთში. სინათლის შემადგენელი ნაწილისთვის, მაგალითად ფოტონისთვის, ეს 8 წუთი გავიდა თუ არ გავიდა? თვითონ მოძრაობს სინათლის სიჩქარით და მისთვის დრო არ არსებობს. ანუ ეს 8 წუთი საიდან მოვიდა? ან რა ხდებოდა ამ 8 წუთის განმავლობაში მისთვის? ის არ გაკვირვებთ? ჰიტა ძალიან საინტერესო შეკითხვა მაქვს. ტყიდან გამორბის კამეჩი შავია რასერჩი. Oh my god. ჩემი ახი სპონსორია Selfie. Selfie-ს მომხმარებელი თუ ხართ, აუცილებლად უნდა გქონდეთ Selfie-ს აპლიკაცია. Selfie-ს აპლიკაციაში თქვენ სპეციალურად თქვენზე მორგებულ შეთავაზებებს ნახავთ, რომელიც სხვაგან არსად არ ჩანს. სხვა პლატფორმებზე. ეს განსაკუთრებული შეთავაზებები არის ხელსაყრელი ფასები, გიგაბაიტებზე, სალაპარაკო წუთებზე და კიდე სხვა რაღაცებზე. ინდივიდუალურად თქვენი ნომრისთვის არის შექმნილი ფაქტობრივად ასე შეგვიძლია ვთქვათ. თქვენ საჭიროებებზეა მორგებული. და ძალიან ასწორებს და ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ აპლიკაცია და შეამოწმეთ ხოლმე. ვინ მოგცა ყველაზე დიდი мотиваცია, როდესაც YouTube-ს იწყებდი? როცა YouTube-ს ვიწყებდი 2017-18-ში, მაშინ ვფიქრობდი, რომ კამერა არ მაქვს, მიკროფონი არ მაქვს და საედიტო კომპიუტერი არ მაქვს და რა ჯანდაბა უნდა ვქნა და როგორ გადავიღო საერთოდ რამე. იდეაც რომ მქონდეს, იდეაც არ მქონდა. მაშინ შემხვდა რამორუსოს ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ტექნიკა საერთოდ დაიკიდე, თავარია დაიწყო და თუნდაც ყველაზე ცუდი მობილურით გადაიღე და როგორმე დაამონტაჟე თუნდაც ისე იმ ცუდ მობილურში. და მაშინ მომცა ისეთი გიზგი, რომ მეორე დღესვე დავიწყე ვიდეოს გადაღება. და ამიტომ მეც ახლა, როცა მეკითხებიან ხოლმე YouTube-ის დაწყებასთან დაკავშირებით, ტექნიკა არ არის შემაფერხებელი და ვისაც ტექნიკა გაფერხებთ, არ უნდა გაფერხებდეთ. სულ ერთი რიცი გადაიღებთ, რაც გადაიღებთ, როგორი ხარისხი გექნებათ კამერის. თავარია რაღაცეები დაიწყო, რაღაცეები ისწავლო და თუ სხვა რაღაცებს კარგად გააკეთებ, შემდეგ ვიწროც მოვა რომ კამერას განაახლებ და უფრო კარგი იქნება. დამწყებ იუთუბერებს უთხარი როგორ იპოვონ საკუთარი კონტენტი. ნახეთ, ადამიანებს გვაქვს ერთი სუპერძალა ყველას. ის თემა, რაც ჩვენ არ გვაფრთოვანებს, რაც გვიყვარს, არ გვაფრთოვანებს კარგი სიტყვა. როცა მაგაზე ვლაპარაკობთ, ეგ ბუნებრივად არის ყველასთვის საინტერესო და არ აქვს მნიშვნელობა, რაც თემაც არ უნდა იყოს ეს. და ეს სუპერძალა ყველამ უნდა გამოიყენოს საკუთარ YouTube არხზე. წესით. რატო უყვარს იცით ხალხს? ჩემი მოსმენა, როცა განსაკუთრებით ვლაპარაკობ იუთუბერობაზე. იმიტომ რომ მე თვითონ მიყვარს იუთუბერობა. კიდე ბევრი რაღაცა მიყვარს. თუ ჩემს საყვარელ თემებზე ვლაპარაკობ, ეს თემები რომ ვინმე სხვა ადამიანისთვის იყოს უინტერესო, ამის მიუხედავად ჩემი მოსმენა მაინც საინტერესო იქნება, რადგან ასე მუშაობს. თუ დააკვირდებით თქვენ თავს, თქვენც ეგრე ხართ. წარმოგიდგენთ სამე სუფრაზე ან ქუჩაში ან ბაღში ან ნებისმიერ ადგილზე გაიცანით ადამიანი, რომელიც საერთოდ ისეთი პროფესიითაა დაკავებული, რომელიც თქვენ საერთოდ არ გაინტერესებდათ აქამდე და ყურადღებას არ აქცევდით, მაგრამ ეს ადამიანი როცა დაიწყებს თემაზე საუბარს, რომელსაც ცხოვრება მიუწვნა ან დიდი ხანია ამ სფეროში ან ძალიან პროფესიონალია, მაგაზე საუბარს როცა დაიწყებს, თქვენთვის აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება. დამწყებმა იუთუბერებმა ეგ უნდა გამოიყენოთ და ვიდეოები აკეთოთ ისეთ თემებზე, რომლებიც მართლა გევასებათ. როგორ იქეცი ერთ პატარა ბავშვიდან ასე დიდი თუ იუთუბერად. მე ისე პატარა ბავშვი ვარ. ცოტა ვიზე გავიზარდე. და მაგითო გამოდის კარგად. რომ როგორც წავი პატარა ბავშვი გაერთობოდა რაღაცის კეთებით ეგრე ვერთობ. ამ ზაფხულს მე და კიდე რამდენიმე იუთუბერი ვიყავით ყვარელში, ყვარელი ლეიქ რეზორტში, რომელიც გახდა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი. რადგან ამ ხედს რო ხედავ, გონია რომ ნახატში შევდივარ სადღაც. ულამაზესი ადგილია. თან ორივე მხარეს. ერთ მხარეს არის რაღაცა ულამაზი ჰორიზონტი და მეორე მხარეს ეს რაღაცა ნახატი, მართლა ნახატს გავს. სტაფიც იდეალურია, ძალიან მეგობრული, მაგრამ გაასწორა მოკლედ აქ დასვენებამ. სხვა სეზონებზეც მაინტერესებს როგორი იქნება. საფულის კარტა. ისტორია საინტერესო ფაქტებიდან დღემდე გიყურებ. პირველად წერ კითხვა, შენი აზრით მულტივერსის თეორია რომ რეალობა გახდეს, ამისათვის სამყარო მზად არის? ჩემი აზრით მულტივერსის თეორია საერთოდ არ არის საჭირო რომ რეალობა გახდეს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე არაფრის მოცემი თეორიაა. ანუ ეხლა რომ თქვათ რომ მულტივერსის თეორია არსებობს ან არ არსებობს, ჩვენ ცხოვრებაში არაფერი არ იცვლება, რადგან მულტივერსის თეორია გულისხმობს ესეთ რამეს, რომ ახლა მე თუ ყავა მოსვი
არსებობს კიდე ჩემი ვერსია, რომელმაც ყავა არ მოსვა. მე თუ ხელი ავწი, არსებობს ვერსია, რომელმაც ხელი არ აწია. მე თუ ახლა გავიქეცი და ფანჯრიდან გადავხვდი, არსებობს ჩემი ვერსია, რომელმაც ეს ვიდეოს ჩაწერა ასე გააგრძელა და ასე ყოველ მომენტში რამდენი შესაძლებლობაც არსებობს რომ მოხდეს და გავაკეთო, მაგდენი შესაძლებლობა ხდება და კეთდება. არა მარტო ჩემზე, არამედ ყველა ადამიანზე და ასე ისპლიტება სამყარო სულ გაუთავებლად წამში მილიარდობით ვერსია. ხო და ეს ასეთ რომ იყოს, მე რა, არაფერი არ იცვლება. ეგ ისეთი ინფორმაციაა, რომელზეც დაყრდნობითაც შემდეგ ბიჭს ვერაფერში ვერ განსაზღვრავ, არ დაგეხმარება არაფერში. რა გეგმები გაქვს მომავალში მანქანასთან დაკავშირებით, აპირებ ამაზე რამე კონტენტს, იცით რა, ერთი ვიდეოს გადაღება მინდა ახლა, რომ წავიდე ტრეკზე და დონატების გაკეთება ვისწავლო. და მაგაზე გადავიღებ ვიდეოს, როგორ ვსწავლობ მაგის გაკეთებას. შენი აზრით თუ მეორე მსოფლიო ომში გერმანია მოახერხებდა მოსკოვის აღებას და ომს, მოიგებ და დღესდღეობით სად ვიქნებოდით, ანუ თუ ვიქნებოდით საერთოდ და კიდევ თუ იარსებებდა ფაშისტთა იმპერია. ამაზე ძალიან ბევრი წიგნი არსებობს, ძალიან ბევრი ფილმი და თამაშიც, რომ ბავშვად გერმანელებმა მოიგეს მეორე მსოფლიო ომი და რა ხდება ახლა. ჯერ მაგისტრის უნდა დაემარცხებინათ საბჭოთა კავშირი და შემდეგ ამერიკა. ევროპაშიც იქ ცოტა წინააღმდეგობა კი ჰქონდათ, განსაკუთრებით ინგლისისგან, მაგრამ ეგენი დიდი არაფერი. ჰქონდათ ეს განვითარების გეგმა რა უნდა იქნათ. და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ადრე მაქვს წაკითხული, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი. კავკასიის რეგიონში დომინანტად მიაჩნდათ სომხები. მოსკოვის ადგილზე უნდათ დაინგრიათ მთლიანად მოსკოვი და ყოფილიყო ტბა. კიდე ეგეთი რაღაცები უნდათ, მაგრამ ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, ჰქონდათ ესეთი კვლევა. თუ რომელიმე ქვეყანა შეუცვლი თავის ისტორიას, აწყოს და ყველაფერს და სულ სამი თაობა აცხოვრებ რაღაცა რეჟიმში, აი მაგალითად ნახეთ, ავიღოთ რომელიმე ქვეყანა. იმ ქვეყანას რომ მოუნგრიო თავისი ისტორია და ყველაფერი, რაღაცა რომ მიაწებო ახალი, მაგალითად რაღაცა X ქვეყანა, მოდი გავხადოთ მემანქანეები, რომლებიც აშენებენ მანქანებს, ან მატარებლებს. მატარებელი მოდი ცოტა ისეთია, უფრო უცნაურია. ქვეყანა აშენებს მატარებლებს. აქამდე მატარებელთან შეხება არ ქონია საერთოდ ასეთი დოზით მაინც, მაგრამ ახლა ეს ქვეყანა ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის აწარმოონ მატარებლები. და ამ სიტუაციაში თუ სამ თაობას აცხოვრებ ამ ქვეყნის მეოთხე თაობა უკვე ბრძოლას დაიწყებს თუ ვინმე იტყვის რომ ეს ქვეყანა მატარებლის მკეთებელი არ არის. მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე აზრი. ანუ მეოთხე თაობისთვის უკვე იდენტობა ხდება თავიდან ბოლომდე გასული სამი თაობის მიწევებული იდენტობა. თუ სამ თაობას აძალებდი რომ ვაშლი მოეყვანათ, მეოთხე თაობა იბრძოლებს იმისთვის რომ ვაშლი მოიყვანოს. და ეს მოდელი ქონდათ მორგებული მთელ დედამიწაზე და ყველა ქვეყანას უნდა ეკეთებიდნენ ისეთი რაღაცები, რაც მათ დაჭირდებოდათ. და თავარი იყო რომ სამი თაობა გაეძლოთ. შენ რომელ თვისებასთან სქილს გაცვლიდი სხვა შენთვის სასურველი თვისების საანსლოდ, მაგალითად პრესის 2 კუბიკი 10 IQ-ს საანსლოდ. პრესის 2 კუბიკი რა არის ჯერ თუ არის 8 მანიც უნდა იყოს. ესე ღიპი რო კონდეს და 2 კუბიკი მარტო არ მოუხდება. აუ მაშინ 40 IQ უნდა გაცვალო. სკოლა რომ დავამთავრე, ბევრს ვარჯიშობდი და მაგალითანზეც ვიყავი. და შემდეგ დავიკიდე და მივხვდი რომ ჯობია ცოტა გონება ვარჯიშო, ვიდრე პრესები. ამიტომ კუბიკებში 1 IQ-საც არ გავცვლიდი. თან კუბიკები არც არის სიძლიერის სიმბოლო, იცით? აქ სიმაღლესაც გააჩნია, დაბალი ადამიანი ბევრად უკეთესად იკუნთება. რომ ავიღოთ მაგალითად სტრონგმენები, ძლიერი კაცები. სტრონგმენები ვინც არიან, თითქმის არავის არ აქვს კუბიკები, პირიქით ყველას ღიბი აქვს. თუნდაც შეეული საბრძოლო ხელოვნებები რო ავიღოთ, ძიმეწონის ტიპი ხო ითვლება, რომ ყველა დაბალწონას ერევა. ძიმეწონის გოუთები, ყველაზე მაგრები რომ გაჩვენოთ ახლა. ნახეთ როგორი ღიბი აქვს. ჯონ ჯონსი, მაგალითად ემილიანენკო, კორმინი. ბავშვობაში ემილიანენკოს რო ხედავდი, ეს პუტკუნა კაცი რო იყო, ყველაზე ძლიერად რო ითვლებოდა მსოფლიოში, რომელსაც ვერავინ ვერ მოერევა. ძალიან მეკვირდა. იმიტომ რომ მეგონა რომ კუნთები უნდა ყოფილიყო თავარი. რომელია შენთვის ყველაზე მშრომელი იუთუბერი ქართველი? მშრომელი? იცით რა, მე მშრომელში არ გავიყვანდი საერთოდ ჩემ თავს. მე შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს რომ არაფერი არ გავაკეთო საერთოდ. გონებაში ვიმუშაო რაღაცებზე და შემდეგ დავჯდე კომპიუტერთან. ან 2-3 საათი უშუალოდ ესე მუშაობისთვის გამომყო და ეს იყო ჩემი მუშაობა. და მშრომელობა, რასაც ვქნა, იმ მშრომელობით რომ მიაღწევ რაღაცას, სულ რო დილიდან გადაღებაზე ხარ და იქ რამდენიმე კაციან თიმს მართავ და ეგეთ რაღაცებს აკეთებ. სულ გასული ხარ კოლებში, შეხვედრები, მიტინგები, ეგეთ რაღაცეები, კონტენტზე ფიქრი, ბრეინსტორმინგი, აი ფიზიკურ ენერგიასაც რო ძალიან ბევრს მოითხოვს, ეგეთები ვიტყოდი. კაკო, ლაშაგელაშვილი ალბათ და დანელია. ჩემი დაკვირვებით, ასე რასაც ვამჩნევ, ეს ადამიანები სულ რაღაცას აკეთებენ ვიდეოსთვის. თავისი არხისთვის. ანუ სხვა იუთუბერების ზარმაცები კი არ არიან. მეც არ ვთვლი ჩემ თავს ზარმაცად პირიქით. სულ მუშაობ, მაგრამ შრომით მიღწევად კიდე სხვა რაღაცაა რა. თორე ძნელი ახსნელი ასე. მაგრამ იმედიან მივხვდით რის თქმაც მინდა. როგორ ფიქრობ, უცხოეთში ცხოვრებისას ქართული YouTube არხის გაკეთება და სტაბილურად აქტიურობას აქვს აზრი? თუ გოგო ეკითხება. ისიც რა, ჩემი აზრით ძალიან ძნელია.
აზრი აქვს, პოტენციალიც აქვს, თუმცა ეგ იმაზე ბევრად ძნელი მგონია, ვიდრე ისევ საქართველოსთან რო იყო იუთუბერი. ან თითქოს პლუსია, რომ სხვა ქვეყანაში ხარ და იქიდან რომ რაღაცებს იღებ, ეგ უფრო აინტერესებს ქართველებს თავშოთ სხვა ქვეყანაში რაღაცის კეთება, მაგრამ პრაქტიკაში ეგრე არ არის. თან აქ სპონსორი თუ ქართველი სჭირდება, ქართველ სპონსორს რაღაცნაირად აქ დაფუძნებულ იუთუბერთან თითქოს უფრო ურჩევნია. თან შეხვედრაზეც ვერ შეხვდები, კი სკოლები და რაღაცებიც არის, მაგრამ პრაქტიკაში არ მახსენდება ეგეთი. ვინც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, იქ მოღვაწეობს, ქართულ კონტენტს აკეთებს და მაგალითად სპონსორები ბევრი ყავს ქართული. არადა მცდელობა ბევრია. მაგალითად თემურ გვარაძია ეგეთი, ერთ-ერთი YouTube GOAT-ი. ლაშა პირცხალავა კიდე რამდენიმე 8 წელია მაგას აკეთებს. მაგრამ აი საქართველოში მცხოვრებ ტიპს ბევრად მეტი შანსი აქვს, რომ ისევ ქართველი სპონსორი ყავდეს და თუ ქართულ კონტენტს აკეთებ, ბოლოს მაგამდე მიდიხარ მაინც რა. ამ ზაფხულზე გქონდა გათამაშება, სადაც ჩემს რამდენიმე გამომწეს ვაჩუქეთ ძალიან მაგარი პრიზები. Gaming peripheria შევარჩიეთ ეთომში, სადაც ძალიან დიდი და მაგარი არჩევანია. პირველად მოდი შევარჩიოთ მონიტორი. შევარჩიეთ ეს gaming მონიტორი, რომელიც არის AOKI-ის ბრენდის. მეც მაქვს ასეთი მონიტორი და ძალიან მაგარია. 27 ინჩიანია, 155 ჰერცი აქვს და 1 წამი აქვს ემისი. 2K. ყუჩიც ეკნევათ ბიჭებს და გაგვატანენ ასე. ერთ-ერთი ვარიანტი არის Dark Project-ის Celestial-ი, ესეთი იასამნისფერი კლავიატურა, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ. შემდეგი ვარიანტია ისევ Dark Project-ის Bushido, რომელსაც კატანა ახატია და რაღაც იაპონურ თემატიკაშია. კიდე არის მესამე ვარიანტი, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ Dark Project-ის Terra Nostra, ზვიგენი და მთა ახატია. ძალიან ამაზია. ჩემი აზრით ჩემს გამოწერეს მოეწონება ეს იაპონურ თემატიკაში აწყობილი ესეთი ძალიან მაგარი gaming კლავიატურა. ესეთი RGB სკამი ჩემი აზრით მაგარი იქნება. განათებული სკამი გეიმერისთვის ასწორებს. ძალიან კომფორტულია. headset-ი მე თვითონ მთელი ცხოვრება მაქვს HyperX-ის headset-ები და ახლაც HyperX შევარჩევ D, მაგრამ რომელი შევარჩევ? მე მაქვს Cloud 2. აი ეს მოდელი. ოღონდ ჩემი wireless არ არის, ანუ სადენით არის მხოლოდ. მოდი ავიღოთ Cloud 2. თან ეს უნდა ავიღო 3 ცალები ან 3 გამარჯვებულია. გაგეხმარო? კლაუდორები ახსენა და მეგონა რომ ჩვენ კაბელიაც იყიდა და უკაბელო headset-ები მოვაგდო და გამომწერებს უნდა ვაჩუქო. საუბრობ.